მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ. რის შედეგადაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა.